გვექნება უკვე მიღებული და ამასაც Rodemde იხოს ქუთაისი ნანგრევებში. ამდენი რაღაც მონგრეული. ის წესრიგით განხილული 17 საკითხის შემდეგ სიტყვით გამოსვლის საშუალება მოქალაქეებს მიეცათ. ჟურნალისტმა მედია ჩოგოვაძე მკაცრად გააკრიტიკა მერია და აქ დასაქმებულებს ქალაქის მიმართ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა. ჩოგოვაძე ასევე კრიტიკულად შეეხო მწერალთა სახლის გაყიდვის ფაქტს, სადაც ახლა სასტუმრო შენდება. ჟურნალისტი ასევე მკაცრად შეეხო თეთრი ხიდის რეაბილიტაციო პროექტს უსახელოდ დარჩენილ ძეგლებსა და შენობების ავარიულ მდგომარეობას. კეთილმოწყობის სამსახური არ მუშაობს. დასუფთავების სამსახური არ მუშაობს. კულტურის სამსახური თუ არსებობს გასადეთო. არ ვიცი. მედიის რომელიც სამსახური მუშაობს, იქნებ თქვენ შემარცხნივ. აი თეთრი ხიდი განადგურებულია, გაუბედურებული. ეს ჩემი უსაყვარლეს ხიდი და ვისი არა. თეთრი ხიდისა და ძეგლების საკითხის ქუთაისის მერი, რომელიც საკრებულოს სხდომას ესწრებოდა, ადგილზევე გამოეხმაურა. მისი განმარტებით თეთრ ხიდზე არსებული მდგომარეობა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობის შედეგია. ძეგლებზე ბრძანეთ და დასრულდა უკვე ტენდერი ორეროვანი წარწერების და ძალიან მალე გავაკეთებთ აუცილებლად ტენდერი დასრულებულია. მაგასთან დაკავშირებით ვზრუნავთ და მუშაობთ მაგ საკითხზე. და შეეხება თეთრ ხიდს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე არაერთჯერ გამოკეთებია ჩვენ კომენტარი თუ რა მოხდა იქ. შემოვიდა უპასუხისმგებლო კომპანია, რომელმაც ვერ შეასრულა პროექტი ისე, როგორც არქიტექტურულად მას ჰქონდა დავალებული. ამის შესახებ კომპანია 200.000 ლარამდე დავაჯარიმეთ, 150.000 ლარი დაუყავეთ. სასამართლოში აქვს მას საქმე და ეხლა მალე აიტვირთება ტენდერი, უკვე ექსპერტიზა გაკეთებულია ხიდზე, თუ რა არის ხარვეზები, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს. ამას ყველაფერს შეხედვა უნდა და დანახვა უნდა, რადგან პირველ რიგში ჩვენთვის და ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემა არის ის, რომ შემოვიდა კომპანია, რომელმაც არ გაითვალისწინა და არ მიაქცია ყურადღება ხიდს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობა არის და ჩვენი ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოგეხსენებათ ჩვენც ვიცნობთ ახლოს ერთმანეთს და მე მგონი ისიც იცით თქვენ რომ ჩემი ოჯახიდან გამომდინარე პირველ რიგში ვიცი რა არის თეთრი ხიდი და როგორი ფასეული არის ის ჩემთვის და თითოეული ქუთაისელისათვის. სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ჭიღვარია ჟურნალისტებმა მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებაც კითხეს. მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, სიახლეები, რაც გვექნება მოსახლეობა აუცილებლად შეიტყობს, განაცხადა მან. ამასთან ქუთაისის მერი არ გამორიცხავს მისი მოადგილეების გიორგი იობაშვილის და იუზა უგულავას თანამდებობებიდან წასვლის შესაძლებლობას. მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების თარიღად თებერვალია დასახელებული. მოსახლეობა შეიტყობს, შეჯერობით სიახლე გაქვს. ეს კითხვა რა გვაქვს? სიახლე შეიძლება იყოს. შემდეგი თუ რამე სიახლე იქნება კადრებთან დაკავშირებით საზოგადოებას აუცილებლად ხონცთ. თებერვალში უნდა დასრულდეს, ხო? ნუ რა ეტაპი. თებერვალს სრულდება რეორგანიზაცია, მიმდინარეობს მუშაობა. მადლობა. შეგახსენებთ, აქტიურად ვრცელდებოდა დღის განმავლობაში ინფორმაცია ქუთაისის მერიის მოადგილეების გიორგი იობაშვილის და იუზა უგულავას თანამდებობებიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, როგორც აღნიშნავდნენ თანამდებობას დაემშვიდობება იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილიც. თამარ ქავთარაძე, ტელეკომპანია მეგა ტივისათვის.